მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2023 წელი ამოცანა ნომერი 20. დიაგრამაზე გამოსახულია 6 კონდენსატორზე მოდებული ძაბები და მათში დაგროვებული მუხტებიო და გვაინტერესებს რომელი კონდენსატორის ტევადობაა A კონდენსატორის ტევადობის სტოლი. ამ ამოცანის ამოსახსნელად პირდაპირ გამოვიყენოთ მოდით კონდენსატორის განმარტება, კონდენსატორის ტევადობის განმარტება, CO2-ის ქვიშეფარდებული უსთან და დავითვალოთ მოდი თითოეულისთვის. სამისად C1 ტოლი იქნება Q1 შეფარდებული U1-თან, ხო? ეს ტოლი იქნება. შევხედოთ ახლა პირველს, ხო? პირველ კონდენსატორს. პირველი კონდენსატორის მუხტი არის Q, სუდრის Q შეფარდებული U-სთან, ხო? U-სთან, რადგანაც U1-ის შესაბამისი არის U. ანალოგიურად C2 ტოლი იქნება Q2 U2-თან, C3 იქნება Q3 U3-თან, CO3 იქნება Q4 4-თან, ხო, მოდი დავითვალოთ თითოეული. Q2-ზე რა გვაქვს? Q2-ის შესაბამისი მუხტი არის 1 2 3 4Q და შესაბამისი მუხტი არის Q. U გასრავოთ, შესაბამისი ძაბვა არის U, აი ესა. შემდეგ Q3-ზე იქნება Q3-ის შესაბამისი მუხტი არის 3Q შეფარდებული U3-თან, რომელიც არის 1 2 3 4 5 5U. გავაგრძელოთ, შემდეგ CO4-ზე არის Q არის 1Q გვაქვს, ხო, 1Q შეფარდებული რამდენი U-სთან? 1 2 3 4 U-სთან. ანალოგიურად მოვიქცეთ C5-ისთვის, C5 იქნება Q5 შეფარდებული U5-თან, Q5-ზე არის 3 3Q და U5-ზე არის რამდენი? 2 4 6 8U. 8U და A-ზე რა იქნება? C-A-ზე იქნება მუხტი A-ზე შეფარდებული ძაბვა A-ზე. ეს ტოლი იქნება A-ზე მუხტი არის 1 2 3 4 4Q და ძაბვაც არის 2 4 4U. ეს ოთხები შევუკვეცად, დაგვრჩა Q შეფარდებული U-ზე. ეხლა თუ დავაკვირდებით, პირველი კონდენსატორის ტევადობაც Q შეფარდებული U-სთან არის და A კონდენსატორის ტევადობაც Q შეფარდებული S-თან არის. შესაბამისად, C1 ტოლი არის C100. ანუ გამოგდის, რომ A კონდენსატორის ტევადობის ტოლი არის პირველი კონდენსატორის ტევადობა. ეს პირველი გზა, მაგრამ თუმცა მეორე გზაც შეიძლება ამ ამოცანის გაკეთება და მოდი ნახოთ ეგეც. აი ჩვენ თუ გავატარებთ პირველ და ამ A კონდენსატორებზე, აი აქ წრფეს თუ დავაკვირდებით აი ამ სამკუთხედს და აი ამ სამკუთხედს, აი ამ სამკუთხედს, დახრის კუთხე არის ალფა და აი ამ დახრის კუთხის ტანგენსი ალფა ტოლი არის ერთ შემთხვევაში აი ეს მოპირდაპირე კათეტი, რომელიც 4Q სიგრძის ტოლი არის და მიმდებარე კათეტი არის 4U. ეს კი ტოლი არის, ეს ოთხები შეიკვეცა Q შეფარდებული U-ზე. ახლა როგორც ხედავთ, პირველ კონდენსატორს და A კონდენსატორს ერთი და იგივე დახრის კუთხე აქვს, შესაბამისად ეს იქნება როგორც C-ას ტოლი, ისეთ C1-ის ტოლი. რა თქმა უნდა, ამ გზითაც შეიძლებოდა ამ ამოცანის გაკეთება. ნუ გემოვნებაზე არის, რომელი არის ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი, რომელი მეთოდი გამოვიყენოთ.